მოდი ვნახოთ, როგორ ენერგიებში ხარ. მოგესალმებით, ჩემი ძვირფასებო, როგორი ენერგიები გაქვთ დღეს. ერთ კვირაზე შევხედოთ, როგორ ენერგიებში შეიქნებით. არაფერი არ ჩავიფიქროთ. საკუთარი თავის მუდმივი კრიტიკა რატომ გაქვთ? მუდმივი კრიტიკა. აბსოლუტურად არ გაქვს შინაგანი სიმშვიდე. შინაგანი სიმშვიდის აღდგენა გჭირდებათ. ბევრში იღვიძებს დღეიდან ან საერთოდ იღვიძებს სხვა ადამიანი, ანუ თქვენ იცვლებით, ტრანსფორმაციულად იცვლებით და ძლიერდებით და სავარაუდოდ რაღაცები არ გაწყობთ და ცდილობთ რომ შეცვალოთ საკუთარი გზა, ბედი და ბალანსი, მაგრამ ამაში ამის საშუალებას არ გაძლევენ და აკრიტიკებთ საკუთარ თავს მაშინ, როდესაც ამ ყველაფერში სხვა არის დამნაშავე. არ ვიცი, რამდენად რეზონირდება ძვირფასება, მაგრამ დღეს ასეთი ინფორმაცია მოდის. ამ სტრესმა მთლიანად გაგითიშა სხეულთან კავშირი. საკუთარ თავზე აღარ ზრუნავ. ყურადღება გადატანილი გაქვს სხვაზე. დაუბრუნდე უნდა საკუთარ ბუნებრივ ენერგიას. საკუთარ თავს ისე მიხედე, როგორც დედაშვილს. უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი. საკუთარი თავის სიყვარული გაქვთ დაკარგული, შეიყვარეთ საკუთარი თავი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ალბათ ბევრი იფიქრებს ახლა, როგორ ვიზრუნო საკუთარ თავზე. საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ, რომ ყველაფერი დაალაგდეს თქვენს გარშემო. რატომ გგონია საკუთარი თავი ასეთი სუსტი? სულაც არ ახართ სუსტი. იბრძვით. დაიღალეთ, მაგრამ სუსტები არ ახართ და დაისვენოთ. აუცილებლად მედიტაციები, აუცილებლად სარკესთან დგომაყურება სარკეში და საკუთარ თავს ძალისხმევით უნდა უთხრათ, რომ საკმარისია, შენ უნდა გაძლიერდე, აუცილებლად. სუსტი არ ახართ, მაგრამ ხართ მგრძნობიარე ძალიან. და ძლიერი, ერთდროულად. ძალიან მგრძნობიარე და ძლიერი, ერთდროულად. სხვისი ბრალია ასე რომ ხართ. თქვენი ბრალი სულაც არ არის, უბრალოდ სხვა მკითხა რომ ძალიან სუსტი ხარ, ან ძალიან ცუდი ხარ, ან რაღაცა პრობლემა გაქვს. მოდით ნახოთ როგორი კვირა იქნება. იმპერატრიცებო. გარედან მშვიდი ხართ, როგორც წყალი, რომელიც გარედან წყნარია. ძალიან ძლიერ ენერგიებში იქნებით. შინაგანად ხართ ძალიან ღრმა და მოძრაობით სავსე. ძალიან განვითარებული გაქვთ შინაგანად ემპათია. სხვების განწყობას თავიდანვე გრძნობთ და ხშირად ამის გამო სტრესობთ. ენერგოგაცვლა არ გაქვთ. გრძნობთ, რომ თქვენ გასცემთ ენერგიას და ეს ენერგია თქვენთან არ ბრუნდება. სხვათა შორის ხშირად მეც მაქვს ასეთი შფოთვები, როცა მართმევენ ძალიან დიდ ენერგიას. გასცემთ ენერგიას, ენერგია არ ბრუნდება. გაუფრთხილდით აი ამ ერთ კვირაში თქვენს ენერგობალანსირებას, ენერგიებს, ვიღაცა კარგად გართმევს ამ ენერგეტიკას და გაუფრთხილდით ამ ენერგიას, შეიყვარეთ საკუთარი თავი აუცილებლად და დააკორექტივეთ თქვენი ენერგიები, ენერგობალანსირებები. თქვენ ხო წინასწარ გრძნობთ ადამიანების განძრახვას წინასწარ.
სულიერი ინტუიციები გაქვთ. ძალიან ბევრი საქმე გექნებათ მეგობრებო ამ ერთი კვირის განმავლობაში, სამსახურეობრივი, პირადიც, ძალიან კარგი შეხვედრები გელოდებათ. ვინც კრიზისში ხართ, ამ კრიზისიდან გამოსვლა ჩანს, იმიტომ რომ უკვე ბალანსირდებით აქ ბედის ბორბალი მიჩვენებს იმას, რომ ადამიანი შეიყვარებს საკუთარ თავს, დადგება ახალ გზაზე, იქნება არჩევანზე, კი ჯერჯერობით ფრთხილობთ ძალიან და შესაძლოა არენდობით საკუთარ ემოციებს, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველება, რაზეც წეღან ვისაუბრეთ, თავარია და ბალანსირდეთ. გზა გელოდება, მაგრამ ამ გზაში თითქოს რაღაცა არ გესიამოვნება, აი ამ გზასთან დაკავშირებით თითქოს წახვალ, მაგრამ კონფლიქტურ ენერგიებში აღმოჩნდები, ან გზის გამო, ან გზასთან დაკავშირებით. შეიძლება აი ამ ვოიაჟის პერიოდში რაღაცა კონფლიქტური ენერგიები ჩანს, ან კონფლიქტური ენერგიებით მიდიხართ, მიდიხართ კონფლიქტური ენერგიებით, დამშვიდით და ისე მიყევით ამ თქვენს დინებას. ამ ერთი კვირის ვადაზე ძალიან კარგი ენერგიებშია, ბევრი მაყურებელი. შეძლებთ აშენება სტაბილური ურთიერთობების, კარიერის, ან სულად საკუთარი პატარა სამყაროს აშენებას შეძლებთ, რომ გამარჯვება გელოდებათ აქ და ჩანაფიქრების ასრულება გელოდებათ მეგობრებო. კარგი დროის ტარებაც გელოდებათ ამ ერთი კვირის ვადაზე და რა თქმა უნდა გზაზე ხართ სადღაც. სავარაუდოდ ეხლა დასასვენებლად მიდიხართ სადმე, მაგრამ არ წახვიდეთ კონფლიქტური ენერგიებით არავითარ შემთხვევაში.